მე აყვანილი შვილი ვარ. ჩემი ბიოლოგიური მშობლები 17 წლის იყვნენ, როდესაც დედაჩემმა ფეხმძიმობის მერვე თვეს გადაწყვიტა მისულიყო ყველაზე დიდ სააბორტო განყოფილებაში, სახელად დაგეგმილი მშობლობა. დაგვიანებული აბორტის გამო მას იქ მარილის ხსნარით აბორტის გაკეთება ორჩიეს. ეს არის, როცა შპრიცის მეშვეობით მარილის ხსნარს უკეთებენ დედას მუცლის შიდა ნაწილში. ბავშვი ყლაპავს ამ ხსნარს და ხსნარი წვავს ბავშვს შიგნიდან და გარედან. ამრიგად მას უნდა დაებადა მკვდარი ბავშვი 24 საათის განმავლობაში. მაგრამ ყველას და გასაკვირად მე დავიბადე ცოცხალი და არა მკვდარი. 1977 წლის 7 აპრილს ლოს-ანჯელესის ერთ-ერთ კლინიკაში. ყველაზე ფანტასტიკური ჩემს დაბადების ზუსტ დროში არის ის, რომ ექიმს, რომელსაც ევალებოდა ცოცხლად დაბადების შემთხვევაში ჩემი მოკლა, არ შეეძლო ჩარეულიყო ამ პროცესში, რადგან მისი ცვლის დრო ჯერ არ იყო დამდგარი. მე ვიცი, რომ ვიმყოფები სამთავრობო შენობაში, მშვენიერ შენობაში. მე მიყვარს თქვენი ქვეყანა ისევე როგორც საკუთარი. მაგრამ ჩვენ ახლა ვცხოვრობთ ისეთ დროში, სადაც სრულიად არაპოლიტკორექტულია ახსენო ან წარმოსთქვა იესო ქრისტეს სახელი და მით უმეტეს ისეთ ადგილებში, როგორი ადგილიც არის ეს. იმიტომ რომ მისი სახელის მოსმენისას ხალხი საშინლად უხერხულად გრძნობს თავს. მაგრამ მე ზუსტად იმიტომ გადავრჩი, რომ ხალხმა უხერხულად იგრძნოს თავი. მე ხალხის გამოსაფხიზლებლად გადავრჩი. ამრიგად, მე დავიბადე ცოცხალი, როგორც უკვე ვთქვი, 18 საათის შემდეგ. მე უნდა ვყოფილიყავი ბრმა, დამწვარი და მკვდარი, მაგრამ ეს ასე არ მოხდა. იცით რა არის ყველაზე საინტერესო მოწმობა? ის, რომ ექიმი, რომელსაც უნდა მოვეკალი, ვალდებული იყო ხელი მოეწერა ჩემს დაბადების მოწმობაზე. ამიტომ მე ვიცი, ვინ არის ეს ადამიანი. ყველა სკეპტიკოსისთვის, რომელიც მე მისმენს, ჩემს სამედიცინო ბარათზე წერია, დაიბადა აბორტის დროს. ისინი დამარცხდნენ. მე ვაგროვებდი ცნობებს ადამიანზე, რომელიც ჩემს აბორტს აკეთებდა. მას აქვს ყველაზე დიდი კლინიკების ქსელი ამერიკის შეერთებული შტატების მასშტაბით და მათი მთლიანი შემოსავალი წელიწადში $70 მილიონ შეადგენს. რამდენიმე წლის წინ მე მისი სტატია წავიკითხე, სადაც ის ამბობს: მე აბორტირება გავუკეთე მილიონზე მეტ ჩვილს და მე ამას ჩემს მოწოდებად მივიჩნევ. მე ამ ყველაფერს ვამბობ იმიტომ, რომ მომისმინეთ ქალბატონებო და ბატონებო. ჩვენ ძალიან საინტერესო ბრძოლაში ვართ ჩართული ამ დედამიწაზე. იმისგან დამოუკიდებლად ვხვდებით თუ არა ჩვენ ამას. ეს არის ბრძოლა სიცოცხლესა და სიკვდილს შორის. ვის მხარეს ხართ თქვენ? მაშასე, მეტამ გამოიძახა სასწრაფო და წამიყვანეს საავადმყოფოში, რაც თავისთავად სრულიად საოცრებაა. იმიტომ რომ საერთოდ იმ დროს და 2002 წლამდეც აბორტის შემდეგ ასეთ შემთხვევებში ბავშვებს ცოცხალს არ ტოვებდნენ. ანუ აღრჩობდნენ, ტოვებდნენ რომ მომკვდარიყო, ან საერთოდ აგდებდნენ. მაგრამ 2002 წლის 5 აგვისტოს ჩემმა არაჩვეულებრივმა პრეზიდენტმა ბუშმა ხელი მოაწერა აქტს, რომელიც ცოცხლად დაბადებული ბავშვების უსაფრთხოებას ეხებოდა, რათა ასეთი ფაქტები აღარ განმეორებულიყო. ხედავთ? ჩვენ ალბათ ვთამაშობთ. მე ვგულისხმობ, რომ მე იმედი მაქვს, რომ ჩემი სიკვდილის მომენტში ძალიან ბევრისგან ვიქნები შეცვლილებული. იმისთვის, რომ ვიგრძნო ღმერთი ჩემზე და მივხვდე თუ რას ნიშნავს იყო ყველასგან შეცვლილებული. იმიტომ, რომ ისიც ხომ ზულდათ, ქრისტე ხომ ზულდათ. მე კი არ ვესწრაფვი იმას, რომ ვიყო შეცვლილებული. ვიცი, რომ ჩემი ცხოვრების გზაზე მე უკვე ვძულ ვარ ზოგს. იმიტომ, რომ ვლაპარაკობ სიცოცხლეზე. მე ვამბობ, თქვენ ვერ შემაკავეთ მე, მდუმარე ჰოლოკოსტმა ვერ გაიმარჯვა ჩემზე.
ჩემი მისია სხვა დანარჩენ მისიებთან ერთად, ქალბატონებო და ბატონებო, შემდეგია. შევათრიო ხალხი ამ დისკუსიაში, რომელიც ჩვენ უბრალოდ დავამსხვრიეთ. შევდეთ თაროზე და ვთქვით, რომ ეს არ არის პრობლემა. ჩვენ მოვიშორეთ ემოციები და სასტიკები გავხდით. თუ თქვენ მართლა ეს გსურთ, რის სიატანა შეგიძლიათ, ან რაზე ხართ წამსვლელები იმისთვის, რომ თქვათ სიმართლე, სიყვარულში და მადლში. ან ადგეთ და მოინდომოთ მაინც, იყოთ შეძულებულნი. თუ ამ სამყაროში ყველაფერი მხოლოდ თქვენს ირგვლივ ტრიალებს. ან ჩემს ირგვლივ. მაშასე, ამის შემდეგ მე მიშვილა ერთმა ოჯახმა. რომელშიც რატომღაც არ შემიყვარეს. და როგორც მე მიყვარს ხოლმე თქმა, ნეტა როგორ შეიძლება ჩემი არ შეყვარება? რა სჭირს ნეტავ ამ ხალხს? მაგრამ მე მაინც არ ვუყვარდი მათ. ხედავთ, მე დაბადებიდანვე ვიყავი შეძულებული ამდენი ადამიანის მიერ. თუმცა უფრო ბევრის მიერ შეყვარებული, განსაკუთრებით კი ღმერთის. მე მისი გოგონა ვარ. იცოდეთ, არ დაუპირისპირდეთ ღმერთის შვილს. მე მაქვს ნიშანი შუბლზე, რომელიც ამბობს: ალერსიანი იყავით ჩემ მიმართ, იმიტომ რომ მამაჩემი მართავს მსოფლიოს. ამრიგად, იმ ოჯახის მერე მე მიშვილა ერთმა მშვენიერმა ადამიანმა, სახელად ფენი. იგი ამბობს, რომ იმ დროისთვის მე ვიყავი 17 თვის და მქონდა 14 კილოგრამი მკვდარი წონა და მე მქონდა დიაგნოზით ცერებრალური პარალიჩი, რომელსაც ღმერთის ნიჭად მივიჩნევ. პარალიჩი გამოწვეული იყო ტვინში ჟანგბადის უკმარისობით, აბორტის დროს, როდესაც მე ვცდილობდი გადარჩენას. ახლა კი მე უბრალოდ იძულებული ვარ ვთქვა ეს. თუ კი აბორტი არის ქალის ერთ-ერთი უფლება და არჩევანი, ქალბატონებო და ბატონებო, სად იყო მაშინ ჩემი უფლებები იმ მომენტში? ვერ მოიძებნა ვერც ერთი რადიკალი ფემინისტი, რომელიც ხმამაღლა ილაპარაკებდა ჩემი უფლებების დარღვევის შესახებ. იმის შესახებ, რომ ჩემი ცხოვრება უნდა განწირულიყო ქალის უფლებების ხარჯზე. ქალბატონებო და ბატონებო, მე არ მექნებოდა ცერებრალური პარალიჩი, ეს ყველაფერი რომ არ გადამეტანა. ამიტომ, როდესაც მე მესმის ის საზიზღარი არგუმენტი, რომელიც ამართლებს აბორტს, მხოლოდ იმისთვის, რომ ბავშვი შესაძლოა ავადმყოფი იყოს. ამ დროს საშინელება ავსებს ჩემს გულს. ქალბატონებო და ბატონებო, არის რაღაცეები, რისის სწავლაც თქვენ შეგიძლიათ მხოლოდ სუსტების დახმარებით. როდესაც თქვენ ანადგურებთ სუსტებს, ამით მხოლოდ თქვენ აგებთ, უფალი იზრუნებს სუსტებზე, მაგრამ თქვენ კი სამუდამოდ დაიტანჯებით. და რა ამპარტავნებაა, რამხელა ამპარტავნებაა იმაში, რომ ამდენი ხნის მანძილზე მსოფლიოში არგუმენტად იყო მიღებული ის, რომ ძლიერებმა უნდა დაჩაგრონ სუსტები, მათ უნდა გადაწყვიტონ ვინ იცხოვრებს და ვინ არა. თუ ვერ ხვდებით, რომ თქვენი გულისცემა თქვენზე არ არის დამოკიდებული. თუ არ იცით, რომ თქვენი ძალაუფლება სინამდვილეში თქვენი არ არის, ეს არის უფლის წყალობა, რომელიც ჯერ კიდევ მხარს გიჭერთ თქვენ, მიუხედავად იმისა, გიყვართ ის თუ არა. ამრიგად მათ შეხედეს ჩემს საყვარელ ფენის და უთხრეს: ჯანას არაფერი არ იშველება, მისგან არაფერი არ გამოვა. მსგავსი სიტყვები ყოველთვის უიმედობას ბადებს. მაგრამ მან გადაწყვიტა არ მოესმინა მათთვის და მავარჯიშებდა დღეში 3-ჯერ. მალევე მე თავის დაჭერა ვისწავლე. მას ეუბნებოდნენ: ჯანა ვერასოდეს ვერ გააკეთებს ამას, მას არ შეუძლია ამის გაკეთება. მოკლედ რომ ვთქვათ, 3 წლინახევრის მე უკვე დავიწყე ფიქსატორებით სიარული. დღეს კი მე ვდგავარ აქ, მცირე კოჭლობით, თუმცა ყოველგვარი ფიქსატორის გარეშე. ზოგჯერ მოხერხებულად ვეცემი, ზოგჯერ სულაც არ ვეცემი მოხერხებულად. გააჩნია სიტუაციას, მაგრამ მე ამას ღმერთის დიდებად ვთვლი. ხედავთ, ქალბატონებო და ბატონებო,
მე ბევრ თქვენთაგანზე სუსტი ვარ, მაგრამ ეს ჩემი ქადაგებაა. და რა მცირეა იმის საფასური, რომელიც მაძლევს შესაძლებლობას ვუქადაგო მსოფლიოს და იმედი მივცე ხალხს. მე ვფიქრობ, რომ ჩვენი მცდარი აზროვნება ვერ ჩაწვდება იმას, თუ რა მშვენიერი შეიძლება იყოს ტანჯვა. მე სპეციალურად არ ვეძებ ტანჯვას. უბრალოდ, როდესაც ტანჯვა მოდის, ჩვენ გვავიწყდება, რომ ყველაფერი ღმერთს ემორჩილება და მას შეუძლია სევდა და მწუხარება სიხარულად გვიქციოს. მე მქონდა შეხვედრა დედაჩემთან. მე ვაპატიე ჩემს ბიოლოგიურ დედას. მე ქრისტიანი ვარ. ის ძალიან გატეხილი ქალია. ის მოვიდა ერთ-ერთ ღონისძიებაზე, რომელსაც მე ვატარებდი 2 წლის წინ. მომიახლოვდა და მითხრა: "გამარჯობათ, მე დედა თქვენი ვარ." ეს იყო ძალიან მძიმე დღე და დიახაც მე ვითმედი ამ ყველაფერს. თქვენ ალბათ ფიქრობთ, რომ სულელი ვარ, მაგრამ მე ვიჯექი იქ და ვფიქრობდი. მე არ გეკუთვნიშე. მე ვეკუთვნი ქრისტეს. მე მისი შვილი ვარ. ამიტომ სულ ერთია რას ფიქრობ ახლა შენი გულის სიბრაზეში. ეს არ არის ჩემი. მე არ ვატარებ ამას გულში. ამ ყველაფერს ვეუბნებოდი საკუთარ თავს. ქალბატონებო და ბატონებო, თქვენ გაქვთ შანსი. მცირე ხნით, ძალიან მოკლედ, მე მინდა მივმართო მამაკაცებს ამ დარბაზში და გავაკეთო ის, რაც არასოდეს გამიკეთებია. მამაკაცებო, თქვენ შექმნილი ხართ დიდებისთვის. თქვენ შექმნილი ხართ იმისთვის, რომ ადგეთ და იყოთ ნამდვილი ვაჟკაცები. თქვენ ქალების და ბავშვების დასაცავად ხართ შექმნილი და არა უმოქმედობისთვის. თუ თქვენ იცით, რომ უმკვლელობა დანაშაულია, თუ არაფერს იღონებთ ამის წინააღმდეგ. თქვენ არ ხართ შექმნილი იმისთვის, რომ გამოიყენოთ და მიატოვოთ ქალები. თქვენ მოწოდებულნი ხართ იყოთ კეთილნი, დიადნი, მოწყალენი და ძლიერი, რათა დაიცვათ სამართალი. იმიტომ რომ მომისმინეთ მამაკაცებო, მე ძალიან დავიღალე თქვენი საქმის კეთებით. ქალებო, თქვენ არ ხართ შექმნილნი იმისთვის, რომ ვიღაცამ გამოგიყენოთ. თქვენ არ უნდა იჯდეთ გულხერ დაკრეფილნი. არამედ უნდა იცოდეთ თქვენი ფასი. თქვენ შექმნილნი ხართ იმისთვის, რათა თქვენთვის იბრძოდნენ. მოვიდა თქვენი გადაწყვეტილების მიღების ჟამი. როგორი ადამიანები გინდათ რომ იყოთ? იმედია საოცრად კარგები და კეთილები. მამაკაცებო, მე ვიმედოვნებ, რომ თქვენ არ გაგვიცრუებთ იმედებს. პოლიტიკოს მამაკაცებს, რომლებიც ახლა მისმენენ. მე ვეტყოდი შემდეგს. ძირს ასეთი პოლიტიკა. თქვენ ხომ დიდებისთვის ხართ შექმნილი. თქვენ უნდა დაიცვათ ის, რაც მართალი და კეთილია. როგორი მამაკაცები გინდათ რომ იყოთ? საკუთარი თავის განდიდებით შეპყრობილები თუ ღმერთის განდიდებით? მოვიდა დრო დაიკავოთ გამარჯვებულის პოზიცია. მოვიდა თქვენი დრო. ღმერთი დაგეხმარებათ. ღმერთი იქნება თქვენთან ერთად. თქვენ გაქვთ შანსი განადიდოთ და თაყვანისცეთ ღმერთს. მე მინდა დავამთავრო ჩემი გამოსვლა ამ სიტყვებით. ზოგიერთებს ალბათ გაღიზიანებთ ჩემი თხოვნა, ისაუბროთ ღმერთზე და იესოზე. მაგრამ როგორ შემიძლია მე ვიარო კოჭლობით ამ დედამიწაზე და არ გადავცე მთელი ჩემი გული, გონება, სული და ძალა ქრისტეს, რომელმაც სიცოცხლე მაჩუქა. ამიტომ თუ თქვენ სულელად ჩამთვლით,
ეს იქნება დამატებითი ერთი ძვირფასი ქვა ჩემს გვირგვინში. ჩემი ცხოვრების მიზანია მივცე ღმერთს გაღიმების მიზეზი. ვიმედოვნებ ჩემს ნათქვამიდან რაიმეს მაინც ჰქონდა აზრი, იმიტომ რომ ეს ჩემი გულიდან მოდიოდა. ფალმა გაკურთხოთ და დაგიფაროთ.